მიხეილ სააკაშვილმა რამდენიმე მნიშვნელოვანი შეხვედრა გამართა კონგრესში. საქართველოს პრეზიდენტი შეხვდა ამერიკელ კონგრესმენებს ბილ შუსტერს, მარიო დიას ბალარტს, ჯონ გარამანდის, დანკან ჰანტერს, სტენ დონს, ჯონ რაიანს და შონ დაბს. მხარეებმა ორმხრივი თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივებზე იმსჯელეს და აღნიშნეს, რომ ეს ურთიერთობა უფრო მაღალ საფეხურზე უნდა გადავიდეს, მათ შორის უსაფრთხოებისა და ეკონომიკური თანამშრომლობის თვალსაზრისით. შეხვედრაზე დადებითად შეაფასეს საქართველოში განხორციელებული ეკონომიკური და ანტიკორუფციული რეფორმები. ითქვა, რომ საქართველოს წარმატებას უკვე არა მარტო ამერიკა, არამედ რუსეთიც აღიარებს, რაზეც ქვეყანაში რუსი ტურისტების რიცხვის გაზრდაც მეტყველებს. მიხეილ სააკაშვილი სენატორებს ბობ კორკერს და მარკო რუბიოს შეხვდა. ხაზი გაუსვეს საქართველოს ჯარების ავღანეთის სამშვიდობო ოპერაციაში მონაწილეობის მნიშვნელობას და კიდევ ერთხელ გამოხატეს მხარდაჭერას საქართველოს მიმართ. სენატორების თქმით, საქართველო პროგრესის საუკეთესო მაგალითია და აქ ბიზნესისთვის შესანიშნავი კლიმატია შექმნილი. მოგვიანებით მიხეილ სააკაშვილი სენატორ ჯონ მაკკეინს, ლინდსი გრაჰამს და ჯეიმს რიშს შეხვდა. არათუ ამერიკის შეერთებული შტატები, არამედ რუსეთიც კი აფასებს საქართველოს მიერ მიღწეულ წარმატებას. ყველა საქართველოში უნდა ჩასვლა. წელს 500,000-დან 700,000-მდე ტურისტი საქართველოში მარტო რუსეთიდან ჩავიდა. ეს არის ადგილი ბიზნესისთვის, ტურიზმისთვის, საუკეთესო განათლებისთვის და ეს ყველაფერი თავისუფლებას მოაქვს. საქართველო არის იმის მაგალითი, თუ რა ხდება ქვეყანაში მაშინ, როდესაც ხალხი შრომის მოყვარე და თავისუფალ ქვეყანაში ცხოვრობს. დახავთ პრეზიდენტი, რომელიც წარმატებით ამარცხებს კორუფციას და რომელსაც აქვს ეკონომიკური გეგმა, რაც დანარჩენი მსოფლიოსთვის მოდელია. პრეზიდენტ სააკაშვილთან შეხვედრა ძალიან საინტერესო იყო, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ ძირითადად ამ შეხვედრის ფარგლებში ჩვენ მისგან ვსწავლობდით იმ ეკონომიკური რეფორმების შესახებ, რომელიც ყველასათვის მისაბაძი უნდა იყოს. შედეგი თავად რეზულტატია დღევანდელი საქართველო მთელი მსოფლიოსთვის სწორედ ამის მაგალითია. არაჩვეულებრივი შეხვედრა გაიმართა მიხეილ სააკაშვილთან. ყოველთვის მიხარია მისი ნახვა. ჩვენ მივიჩნევთ საქართველოს როგორც პროგრესის საუკეთესო მაგალითს. საქართველოში კორუფცია დამარცხებულია და ეს უნდა იყოს სხვა ქვეყნებისთვის მისაბაძი. კვლევების მიხედვით საქართველო მსოფლიოში საუკეთესო ადგილია ბიზნესის კეთებისთვის. თუმცა ასევე ჩვენ ვიცით, რომ ქვეყანას აქვს გარკვეული პრობლემები უსაფრთხოების მხრივ, რადგან რუსეთს არ სურს აღიაროს ქვეყნის უფლება იყოს სუვერენული და დამოუკიდებელი სახელმწიფო. ძალიან მალე სენატში აქტიურად იქნება საუბარი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე ამერიკასა და საქართველოს შორის. ასევე ჩვენ ყოველთვის ვაფასებდით თანადგომას ავღანეთში. იმედით ვუყურებთ საქართველოს მომავალს და ყოველთვის ამ ქვეყნის გვერდით ვიქნებით.